ვაგრძელებ ფულუშონაში ჯეტია ხუჩი და ეხლა მივდივართ ლესტერთან რომ დამტვრული ჯეკლასის ფული მიუტანოთ. მოკლედ წინა ვიდეოებს ვინც უყურეთ გეცნობათ რომ ლესტერს მანქანა ვეთხოვეთ და მე შემთხვევით დაუტრიეთ. ნუ შემთხვევით დაუტრიეთ რაიქს როლებში და რაღაცებში მოყვებით და ავიყვანოთ ეს ვიდეო ეხლა 10,000 ლაიქზე რომ კიდევ დაიდოს დღეს მომდენო ვიდეო. ოკეი შევაყენეთ აქ და ლესტერს ნახე აქ რა მანქანები ყოლია და პროსტა ეხლა აქ დაყენეს ჩვენი მანქანა რომ ჩვენია ვაფშე. არა ეს მანქანაც არ არის ჩვენი ეს ვისია კაცი შუმა არის ის. მოკლედ წამო რა პირდაპირ ვეთყვი რომ მეთქი დაგვემტრვა ის მანქანა და ნუ ხო ხდები თქო რა. ლესტერ ურა კაი მანქანები ყავს თო. ლესტერი რაღა იყო სიმიონე ბიჭო სიმიონე. ლესტერი ხსოვნა იყოს ჩემი რამ გაგვახსენა ეხლა აუ. სიმიონ აქეთ ვარ. აგერ აქეთ ყოფილა თო. ჩემი იოგა კაცი ნახე როგორ ვარჯიშობს აი ჯანსაღი ცხოვრება. აძმაო კაცი მოხდილი აქ აგერ ცენტრი და ვარჯიშობს. აბა ბიჭებო იყავით გასვენებაში? კი მოკლედ და რაღაც უნდა გითხრათ რა. ჩემი ჯეკლასი სად არის? ესა შენი ჯეკლასი დაგვემტრვა. რა გენით? ანუ თან დაგვემტრვა და თან გატოტალდა და აფეთქდა. რა თქვი ბიჭო? აუ ეს დამშვიდეთ დღეს რაღაცა ეჭვ მომიდა იოგას გაკეთება. აი კაცი კიდე კაი რო იოგას აკეთებს ხა თან თავს იმშვიდებს მაინც არიჭხობს. როგორ დალეზეთ კი მაგრამ ჩემი ჯეკლასი ხა რა ვქნა? რა უნდა ქნა რა ფულს გადაგიხდით. ბიჭო ეგ იყო ჩემი სამახსოვრო ჯეკლასი იყო არ იყიდებოდა ეგა რა ფულით იყიდი მაგას. კაი რა სიმეონ მოგცემთ ეხლა ფულს და გავსწორდებით. არა ჩვენ მაგით ვერ გავსწორდებით მხოლოდ ერთი რამით. გეყოს ეხლა რა შენ ახურებ. მოიცადე ერთი წამი თქვენ აგინდათ ვერ გავიგე. მანქანა გათხოვეთ გენდეთ. ამ ხელა საფყაროში ვართ გინდათ რომ მან სახელი გაგიტეხოთ და სიტყვის არაკაცები გქონდეთ ყველას მოვდე მაგ საქმეს იცოდეთ რომ თქვენ სიტყვა არ შეასრულეთ. გეყოს ეხლა რა ბლეკ მომბა სიტყვის ყოველთვის ასრულებს. არ ასრულებს წაიყვანეთ მანქანა და უკან აღარ მოგიყვანია. მაგრამ მოგიტანე მანქანის ფული ძმაო ორმაგს გადაგიხდი. არ მინდა შენი ორმაგი საქმე გამიკეთე და всё გავსწორდები. აუ ბიჭო ეს რა ვაჭარი კაცია თო. მოკლედ აეროპორტში ორი ძალიან სერიოზული მანქანა ყავს ჩამოყვანილი. ორივე აქ უნდა მომიყვანოთ. ერთი Mercedes ელექტრო და BMW M5 G90. აკაცია იმენა რა ანუ ფულს მოგცემ მეთქი და არაო რა. ბიჭო ახურებ ეხლა რა ფულს მოგცემ და всё დაწყარდებით. არა მე იცოდე ყველას ვეთყვი რომ თქვენ სიტყვა არ შეასრულეთ. ჩვენ საყაროში იცოდეთ სიტყვა ფასობს. ამიტომ სიტყვა შეასრულეთ და ყველაფერი მოგვარებული იქნება. ორი მანქანა მომიყვანეთ და ჯეკლასის კომპენსაცია იქნება ეგ. ოხ სიმიონ და ის ელექტრო ჯეკლასი რო ჩოლებრო ჯეკლასიც ვერ იღირს? კომპენსაცია მორალური ზარალი. კაი მოკლედ მოგიყვან და გავსწორდებით რა. ძალიან კაი. ბიჭო ამას მოუკითხავ ეხა ბებიას თო რა მანქანა უნდა მოუყვანოთ ამას მანქანის ფული სულ არ ღირდა ის. კაი ბიჭო გაანებით ამე მოუყვანოთ რა არ გვაწყობს ეხლა ამასთან ცუდი ურთიერთობა და მე ეს მოუსდებს ხალხს და ხო აუცილებლად მეგობრებო დღეს ვინ შეიძენთ მაგალითად Black Mamba-ის Mamba Box რომელიც ზარქუშობ წერტილი ჯეზე იყიდება თბილისში წესით ხვალ დღის ბოლომდე მოგიტანენ არა ზეგ და რეგიონებში კვირის ბოლომდე ამიტომ შეიძენთ იჩქარეთ ბევრი აღარ არის პრინციპში დარჩენილი. არ დაგავიწყეთ შეიძინოთ Black Mamba-ის მერჩი ზარქუშობ წერტილი ჯეზე რომლის ლინკიც აღწერაშია და Black Mamba-ის მერჩი რა შედის. ბალაკლავები, საათები, პოპსოკეტები და ჩანთები. და ვისაც ყველა შეძენა ერთად გსურთ აჭერთ აი ამას და 165 ლარის ნაცვლად 120 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ Black Mamba-ის Mamba Box-ი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია. ეს არის სასაჩუქრე ბოქსი, რომელშიც ჩანთაც იქნება პოპსოკეტით, საათიც და ბალაკლავაც. თუ გსურთ შეძენა აჭერთ Buy Now-ს. აქ შეგყავთ თქვენი პირადი ინფორმაცია, ნომერი და მისამართი ზუსტად რომ კურიერი დაგიკავშირდეთ, აჭერთ აბლა Pay-ს და შემდეგ უთითებთ თქვენს ბარათს რომ გადაიხადოთ თანხა ონლაინ. ვინც საიტზე შეძენა არ იცით, შეგიძლიათ ზარქუშობს ამ ნომერზე დაუკავშირდეთ WhatsApp-ზე და დაგეხმარებიან შეძენაში. და Black Mamba-ის ბოქსები ძალიან ცოტაა დარჩენილი, ამიტომ ვისაც შეძენა გსურთ იჩქარეთ, იმიტომ რომ მომდენო მარაგი როდეს განახლდება არ ვიცით. და ესეც ესე, -50 ტაქსი რომ მოსულიყავით აეროპორტში, სადაც ისა მეგობარო, მანქანები ყავს რა გამოსაყვანი. რა მანქანები? აი მანქანები არა ჩამოსული რა ეხლა მოსდა შეუსრულოთ როგორღაც. თქვენია ნამდვილად? ბიჭო ამ კოსტუმი ახავს ვერ ვხედავ ისი იქნება აბა რა გწირს მიბრძანდით. კაი ერთი მანქანა წესით უნდა გავიყვანოთ და გაჭრა მაგან რა ვიცი გვიშვებენ აეროპორტში ისე რომ კაციშვილი ხმას არ იღებს და ის რა სიმიონმა ზოგადად ვის უნდა ანტო საქმეები და მაგას პრინციპში სულ არ გატყობია იმ ჯეკლასის დაკარგვა. მე ვფიქრობ რომ მაგას სპეციალურად გაგვატანა ეგ ჯეკლასი, იმიტომ რომ იცოდა რომ დავამტვრევთ და მე ამ საქმეზე გამოგვიშვებდა. ეგეც არის ეს სიმიონე ზოგადად ესეთი კაცი, ანუ ეხლა
დელ დღეს კი არ უყურებს, ანუ ხვალინდელს უყურებს იქ რა მოხდება რა და უეჭველი მაგას სპეციალურად გაგვატანა ეგ მანქანა, იცოდა რომ დავამტროდით ან რაღაც მოხდებოდა იქ ასვენებაში და მე ამ მანქანებს მოგვაყვანინებდა რა. ჩემი ძმა აქ სადღაც ორი ახალი მანქანა ჩამოყვანილდა საითგას. უკან იქით თვითფრინავისკენ. უკან იქით თვითფრინავისკენ გასაგებია ძმაო ყველაფერი ზუსტად ამომწურავი ინფორმაცია გაგვცა ამ კაცმა. კი არა და მოგცა. აუ რა ჯეტია ნახე. რამე ყოლებოდა. მოვკვდი კაცი ამ სიტყვის სერბელი სად არის ეს მანქანები თო? არ ვიცი, აი, პრინციპში აგერ არის პრინციპში რა არ ვიცი მეც მაგარი ვარ რა. მოდი აგერ ახლა პირდაპირ ჩავждეთ. რა არის ბიჭო ეს მანქანა არის ამას მანქანა ქვია G-კლასი და ელექტრო რა უბედურებაა ესატო. ფუ რას გავს იმენა? რა არის ეს მეგობრებო დაწერეთ კომენტარებში ანუ ეს ახლა მანქანა თუ არის და ამას მანქანა თუ აღიქვავთ ან კიდე ეს კაიათო. მანქანა არის ეგ ძმაო. ნახე იმენა მხეცი ჩოულებრივი რა. კაი მოდი ჯერ პირველ რიგში ეს წავიყვანოთ უფრო ჩქარი არის. დავждეთ კაცეშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. აქ დაგელოდებით მე. კაი პრინციპში მან დიყავი ეს მეორე მანქანა არ წაიყვანო და მოვალთ მალე. წავედით. აუ ნახე რას დადის ხო არ გადაობ. წავიდა 200, 240, 260 კმ/სთ ნუ ნორმა რა. გავედით ახლა აქედან რაც შეიძლება მალე გაგვატარე რა ძმა. აუ ეხლა ამას იმენა თავს გავუხევ. მიბრძანდით. ეგ არის გამოვედით. ერთი ამ მანქანას გავაწორინოთ აქ ავტობანზე. ვახ ბიჭო ლამის პოლიციის მანქანას რა მოხდა ძმა? დაულეწეთ ეს მანქანას? უთხრათ რომ ეგრე იყო თქო რა. კიდე კაი ბიჭო პოლიციის მანქანას არ დავახდით თავს თორე კიდე პოლიცია გვიკიდებოდა ეხლა და ეგ გვინდა? გავაწორინოთ ცოტა რა გინდა 200-ით ეგრევე ბიჭო არა ძალიან ჩქარია თო G90 არის მაგარი პროსტა ცოტა მძიმეა ძმაო რა. ეხლა ნახეთ აქ რა უქნა იმენა დასაკლები მომენტი TikTok-ისთვის და კაი ვოლ გაყავს. რა უნდა ქნა? ეხლა ნახე. აი იმენა TikTok-ზე დასადები ვიდეო იქნება ეს 1 2 3 წავიდა მიდი აბა რა ბიჭო რაც ვიცით Black Mamba is number 1. შეიძინეთ Black Mamba-ის ბოქსი და შემოვერთით Black Mamba-ს. სხვადასხვა ვინ შეიძლება TikTok-ზე ვიდეოს დადება არ დაგავიწეთ და მომდეშნეთ აუცილებლად რომ მეც ვნახო და შემდეგ გადავაზია რომ unboxing-ები დაიდოს უეჭველზე უეჭველი. ოკეი, ესეც აგერ სემიონის გარაჟი სადაც ეგრევე მიუყენება გერა თავის BMW-ს. რა იყო სემიონ მანქანები არ გიყიდება ძმა? მან დააყენეთ მეორე. მოვიყვან ძმა მეორესაც რა იყო რა გატირებს რა. წავედით მოვიყვანოთ. და მანამდე ხო CS:GO ფასზე არ დაგავიწეთ რეგისტრაციის გავლა, იმიტომ რომ უფასო кейსები რიგდება რენდომად. შევხვდი 2026 წელს საუკეთესო სკინებით. გადადი კომენტარებში აპენულ ლინკს და გაიარე რეგისტრაცია. და ყოველ ახალ მომხმარებელს CS:GO ფასი საჩუქრად გადასცემს ერთ რენდომ кейს უფასო და გახსენით winter кейსები, სადაც შეიძლება უახლესი და საკმაოდ ზვირიანი სკინები ამოგივიდეთ საუკეთესო ფასად. სათხართ ბიჭო ამდენ ხანს. რაღაც პატარა სალტოები ვაკეთეთ წეღან რა -50 რა თქმა უნდა ისევ ტაქსში დაჯექით მოდით. ეგ არის. ხმა? რა ხმა უნდა გქონდეს მამას ელექტრო არის, მაგრამ ნახე რას დადის. მაგარს მიდის რა გინდა? ნუ ელექტროს ხარჯზე ალბათ რა და ეხლა ნახე ამითაც ერთი კაი დასაკლები მომენტი უნდა გავაკეთო უეჭველი და აუ სემიო დღეს რა დროს მაკარგინე ბიჭო შავლო მყავს მოსაძებნიტო. გაგვატარე რა ჩემი ძმა მანქანები გავყავს. რასაკეთებს ბიჭო რა თქვენ? დავგვწეს. ეგ არის ავიყვანეთ, აუ გადაობ დაიმტრო ეს G-კლასისთო. დავწეს მოპარული როა ხო? ხო და იმენა ნახე რა G-კლასისგან G დარჩა მარტო რა, კიდე კლასი. აქაც ერთი რამე კაი სალტო. წავიდა, იმენა დასაკლიპი მომენტი უეჭველი რა. მიდი რა. არა, დასაკლიპი ძმა, დასაგაიჩთა მარტო ან კლიპი. რა არის ეს? გარეკავს სემიო. უთხრათ რომ ესე იყო ძმა ვიქთქო რა, მოიცადე პატრული ეგეთ არის, აქ დავიმალოთ, რომ არ აგვიკიდოს. ხო რა ვითომ ესეთი დავკვდა აეროპორტში ხა ძალიან არ გაიგოს მაგანი ესეთი იყო თუ არა რა. მაგანიც რო იქ რაღაც მანქანები ჩამოვიდა და всё. ოკეი, მოდი აქ ახლა ამას მივუყანოთ ეს მანქანა აი ესე, აუ პროსტა ეხა ტვინს გაბურღავს უეჭველზე უეჭველი რა. სემიონ, მოგიყვანე ძმა აგერ მეორე მანქანაც. რა არის ბიჭო ესა? რა არის სემიონ და სადაც გაგვიშვი ეგ არის თო? აუ ბიჭო დასურათებული იყო ეგ მანქანები, ინფორმატორმა მომატყდა წყარო. დამტვრიეთ არა? აუ დავიღუპეთ. აუ კაი სემიო რა. მოკლედ ამასაც დავიტოვებ და პლუს თქვენ G-კლასაც. აიტოვე რა, გიყო ახლა. გავსწორდით? მეორე ჯერ თქვენ მანქანას აღარ გათხოვებ. აი დარდი თუ არ მათხოვებ ერთხელ დამჭირდა რა ეს კრიჟანი რა. და ისე ჩვენ G-კლას უტოვებთ? დავუტოვოთ გაანებეთ თავი ფურს აღარ ვაძლევთ და წამორავე მანქანა ვიყიდოთ რა და კაცურად. ჯორნი ბუმერი ვიყიდოთ რა. რა?
Черный бумеранг, на сигнале есть черный бумеранг. აუ რა კაცია ბიჭო ეს აი წამო რამე ავარჩიოთ მაშინ რა და არ დაგავიძეთ ვიდეოს დააიქება Бიჭო, მართლა ეს უნდა ვიყიდოთ? რა ვიცი მარკეტზე მარტო ეს მანქანა ვნახეთ რა წესიერი რაც იყო Черный бумерია რა ბოლო რა ბებიაჩეს მაგრად ევასებოდა. რა კაცია მოკლედ ეჯი მარკეტზე მაბოდიალა და ანუ ეს უნდა დავითრიოთ უეჭველიო გაუმარჯოს მა სალამი ბიჭებო. დროზე კაცურად რა ვიყიდეთ და წადით რა მეჩქარევა მე. მისმინე ძმა იმენა პრასტოია თუ არის რაღაცები გაკეთებული, ჰა? არა ძმა უხარხტულია. ფუჩემი ქართული ჯორნი ბუმერის რაში უნდა. ბოლოფასი რა არის ძმა მის $3,000 მოქცე. $3,000 კაპიკებია ჩვენთვის ეგ არის ძმა ჩარიცხულია მშვიდობაში. აურა მე ვასება, წიმევდები. აი ზექი ძმა სადაც კიდე იმენ აი ბლეკ მამის მანქანა ვიყიდეთ პირდაპირ ნიშნულობით ჩორნი ბუმერი ნუ იქოქება ფარები ინთება თან ძველებურ სტილში აუ ხალხო დაწერით ბიჭო აი რა მაგარია ნახე რა. ტიპირა ბედნიერია რომ 750 აი ვიყიდეთ ნუ ლი თუ რავი რაც არის რა ლონგ ვერსია არ არის ეს ყოველ შემთხვევაში ბიჭო წარმოიდგინე რა მაგარი იქნება ამაში რომ ჩავსხილოთ. შეიძლება ხო არ უბერავ თუფაკივით რა თუფაკი ხომე ჩასხილეს და ჩვენს BIG ვინმესთან ომი დავიწყოს ამო. ვინმესთან ომი კი არა ეხლა წამოდი შალვას სკოლაზე გვინდა გასვლა და ლესტერის სახში ჩვენ ჩანაწერები ბოლო-ბოლო მაინც არ გვინახავს ავიდეთ ეს ახლა დავათვალიეროთ ჩიპები ვიდეოები რაღაცები რაც იქნება კომპიუტერები წამოვიღოთ გავშიფროთ რომელიმე პროგრამისთან და იქნებ როგორ შალვას სკოლაზე გავიდეთ რა ბაზარი არ არის ესე. მაინც რა ვიცით რა იქნებ სადმე რამე დამალული აქვს ჩანაწერები. ბიჭო მაგას იმდენი კომპიუტერები და რაღაცები ქონდა იქ შანსი არ არის რომ მაგალითად ეხლა შალვას ხალს ყველა წაიღო რაღაცა მაინც იქნება რა ყოველ შემთხვევაში მოვძებნოთ რაც დასრაუხი რა უდგასი. არც არაფერი ანუ ჩვენ ვცადოთ მივიდეთ დავათვალიეროთ და ვნახავთ რა წავედით ეხლა ლესტერის სახლიდან წამოვიღეთ კომპიუტერები რაც შეიძლება მალე საცოდავი ისეა კიდე ვერ ვიჯერებ რომ დარია. აი მოდი აბა ერთი ჩავაჭიროთ ჩვენს BMW-ს ნახოთ რა შეუძლია ნუ ჯერჯერობით ახ ჩემი ფრთხილად ბიჭო ესეც ვეღარი შოუი. აი პატარა კაპოტი გავაფუჭეთ რა აუ ბიჭო ეს არის ანტიკვარი თო. ბიჭო ეს სიჯი როდის მერე გაიჩნდეს ტროიკების და სემსოტების და რაღაცების ფარი თო აგი 150-ით კი მიდის ნახე ჩავაჭირეთ 180 200 205 კაი გაჭწყალია არა გვიდუღოს ახლა ამანქანამ თორე 205 იქნება მე აუცდით ამას არა მაინც კაი მანქანაა რა კაცურა ჩორნი ბუმერი ჩართე რა. ბიჭო YouTube-ი დაგვადებს სტრაიკს გამანებე თავი რა აუ ხალხო თქვენ მაინც დაადეთ რა ამ ვიდეოს ჩორნი ბუმერის მუსიკა და დაადეთ რა TikTok-ზე. აჰა კაი აი შეგიძლიათ დაკლიპოთ ესე და შეგიძლიათ რაც გინდათ ეგ დაადოთ რა და დადოთ მე YouTube-ზე კი არა და TikTok-ზე აქ რა ხდება ლესტერის სახლთან ვაგოსები მექსიკელები ერთი წამი ძმა ლესტერის სახლთან მექსიკელები დგანან ზუსტად ის არის ბიჭო რასაც ვფიქრობდით მოვიდენ ეხლა დაგვასწრეს ხათაო წამოდი ერთი წამი ეს მაინც ბიტა ავიღო რომ გასროლის ხმა ქვერავი ვერ გაიგონოს ამათ უყურე ბიჭო გაუმარჯოს ძმა აქ რას აკეთებთ ვა ბლეკმამბა ბლეკმამბა ხო ზუსტად წავედით შიგნით შევედით ამათ უყურე ბიჭო აქ ავიღეთ იერაღი ბიჭო ფრთხილად ოღონ შიგნით გვეჭველი იქნებიან ეს გარედან ზვერავდა ხადაო ამათი გაკეთებულია ტო და მექსიკელებმა გააჩალიჩეს იქ გასვენებაშიც შევედით რა ხდება ეგ არის всё წაშლია ყველაფერი იცოდე ჩვენმა ბოსმა რო გაიგოს ეგ ყველაფერი რომ აქ რაღაცები იყო ამდეხანს ატოვებული და ჩვენ ამდეხანს ეს აქ ქონდა ფაილები გავგლიჯავ დაწლარდი რა ყველაფერი წაშლია რა ხადაო ბიჭო ყველაფერი წაშალეს უკვე მექსიკელები არიან ესე კი აქ ეგ არის всё კარგად იყავი ძმა ავიღეთ მოდი ახლა მის ტელეფონი და ხადაო წაშალეს ბიჭო ყველაფერი ვერ მოვასარით ვერა წავედით რა შეიძლება მალე აუ ჩემი რა ესე იგი ლესტერის მკვლელობის უკან მექსიკელები იდნენ ანუ შალვამ დაუკვეთა მექსიკელებს რა ეს რენჯი აქ იყოს პრინციპში ამათი მაგის ტელეფონი წამოღებული მოქვს ეხლა მაგის ტელეფონში უკეთესად ვნახავ ვიღაცებს აი ხადაო როგორ გაიმეტეს თო მექსიკელებზეც ხომ მუშაობდა რა ლესტერი მაგრამ ალბათ შალვამ ძალიან დიდი ფული გადაუხადა თან ახლა ნახე რა თქვეს ჩვენი ბოსის ბოსიო ანუ ამათი ბოსის ბოსი შალვა არის რა უეჭველი შემოვტეხეთ აი ესე და წავედით ვახ ჩემი ექსად გავიჭედეთო ეგ არის всё ძალიან მარტივად მოვიცილეთ ახლა ეს პოლიციაც მაგის ტელეფონში რა არის ერთი წამი მაგის ტელეფონში რაღაც ლოკაციას აჩვენებს აი აქ და ტიპი წერს რომ საქმის გაკეთების შემდეგ აქ დაგელოდებით ოქ წავიდეთ აბა თან აქვეა მე ესამე იქით და ზვერავდა რამეს ავი აზე არა ვარ წავიდეთ ერთი როგორ გაგიმეტეს ლესტერ მაგრამ ნელ-ნელა იმენა ყველას მივაკდებ ჩანსი არ არის მაგრამ ერთი ხლა ის გატეხა რომ ამათ ვერ მიუსწარით და უკვე წაშალეს ყველანაირი ფაილები და მტკიცებულება რაც კი იყო ალბათ ლესტერის კომპიუტერში რა აგერ სისფერები არ გვაინტერესებს ესენი
მაგარი ჩმურები არიან და დაბლ ჩამოვიდეთ აბა ერთი აქ. აი წინ ყვითელი მანქანა. ოკეი, ყვითელი მანქანა არის აგერ მექსიკელია და ბაიკერებს ეილაპარაკება, გადაობ? ერთად არიან ბიჭო, აღარ ბაიკერები ხო არ იყვნენ იქ გასვენებაში. ბაიკერები არ იყვნენ, მექსიკელები კი იყვნენ, მაგრამ მოიცადე? მესროლოთ. ჯერ ვნახოთ აბა ერთი ჩვენზე რა რეაქცია ექნებათ. ბიჭებს გაუმარჯოს. ბლეკმან ბაკ რა გინდათ ბიჭო? შენი ძმაკაცები მოვინახულე ახლა 2 წამის. რა? ლესტერი, თქვენ გააგორეთ, არა? ბაიკერს მესროლოთ? არა, ბაიკერმა ჯობია რომ თავისიანებთან მიიტანოს ინფორმაცია, რომ ბლეკმანბამ ყველაფერი გაიგო და ყველაფერი ვიცით. ეხლა ის დაგვრჩენია, რომ ისევ კრება მოვიწიოთ, ყველაფერი უთხრათ, მექსიკელები გავრიყოთ და ან კიდე მექსიკელების ბოსი მოვიტაცოთ, რომ შალვაზე დავქოს ინფორმაცია. ყველაზე ნახდი, მექსიკელების ბოსი უნდა მოვიტაცოთ მოკლედ რა ის ტაილერის სიმამრი. მომდენო ვიდეოში იქნება ეგ ყველაფერი, ხოლო მანამდე შეიძინეთ ბლეკმანბის ბოქსის ზარგუშობ წერტილი ჯიზემ და ვისაც ბოქსი არ გნებავთ, შეგიძლიათ უბრალოდ ჩანთაც იყიდოთ, ბალაკლავას და საათიც.